მოკლედ მოვიდა აგერმე თავსვლელი მოგზაური ხო ოპერატორი და ჩვენი შუადღის ჟურნალისტი ნიკა ლებაინძე შემოგვიერთდა ნიკა თავისი არაჩვეულებრივი სიუჟეტებისა და კადრების დახმარებით რომელიც ჩვენს ეთერში არაერთხელ გასულა და კიდევ არაერთხელ გავა გვიმოგზაურია საქართველოს ულამაზეს ადგილებში ნიკას კადრები მისი ემოციური კავშირი რთულად მისასვლელ ადგილებთან და ექსტრემალურ სპორტთან ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში ამჯერად ის ჯავახეთს სტუმრობდა და ვიდეოც მოგვიმზადა ამ გამორჩეული რეგიონის შესახებ ვიდეოსთან ერთად ბევრ საინტერესო ამბავსაც გაგვიზიარებს ხო ნიკა ძალიან გვეხარია და ხო იცი ანონსში ვთქვით რომ შემოვიდოდით რომ ნიკა ლებაინძეს როგორც თქვენ ხედავთ ისევ ხედავთ ჩვენს ხო და სადღაც არ გვინახავს თუმცა ბოლო პერიოდში აქ არა მე პირადად პირველად შევხვდი ამ სტუდიაში არა მე მეორე თუ პირადესობა ნიკა როგორ მოკლედ გადასარევად სეზონი მოვიდა მოგზაურობის და ამიტომ რა უნდა გავითვალისწინოთ ის რომ მოვნახოთ დრო იმისთვის რომ დავიტანოთ ჩვენი ბუნებით, ჩვენი ქვეყნის სილამაზეებით და შემდეგ ისევ ჩავერთოთ ჩვენ საქმეში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი სამცხე ჯავახეთზე უნდა ვისაუბროთ? სამცხე ჯავახეთზე საუბარი ფაქტიურად კადრებით უფრო მაქვს ვიდრე ეს შინაარსით, მაგრამ პარალელურად ერთი რამე უნდა თქვა რომ ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა ახსოვს ეს სიუჟეტები, რასაც ვაკეთებთ და ეხლა არის იდეალური დრო იმისთვის რომ ვიმოგზავროთ კონკრეტულად სამცხე ჯავახეთში, რადგან გადამფრენი ფრინველები ძალიან ბევრია ამ დროს და ამ შანსის არ გამოყენება ძალიან ესეთია ცუდი. და ყველას ურჩევ ამ მხარეში მოგზაურობა. თბილისიდან არ არის შორს ეს მხარე მოგეხსენებათ და ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს ნახავთ. ნიკა ბოდიში ამ ტბას რა ქვია შემახსენე? აქ ჯავახეთში რამოდენიმე ტბა, თავარი რაც არის ეს არის ფარავნის ტბა, არის საღამოს ტბა, ლევანის ტბა, მადატაფა, რომელიც გადამფრენი ფრინველების სადგური არის, მან ისვენებენ ხოლმე სანამ გააგრძელებენ გზას და პირდაპირ შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალითაც ეს ფრინველები ნახოთ. ამას გარდა გამოირჩევა ეს მხარე თავისი მრავალფეროვნებით, კულტურული მრავალფეროვნებით და სხვადასხვა კულინარიითაც ხო როგორც ვიცი, განსაკუთრებულად დიდერი კულინარია. კი, ძალიან ისე აქ არ მინდა ეხლა დავასახელო ადგილი, ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია, პატარა ასეთი რესტორანივით არის, სადაც ყველამ ვიცით და ძალიან ისეთი კარგი მასპინძელი დაგხვდებათ იქ და გირჩევთ რა. ისეთი უნიკალური ყველი აქვს ტენილი ყველის სახით, რომ ეგეთი სოფლიოში არ გვხვდება. ეგ მაგ ტექნიკით გაკეთებული ყველი სოფლიოში არ გვხვდება. უნიკალურია. აი ეს მესხეთისკენაც ძალიან ბევრი არის და ამჯერად მესხეთამდე ვერ ჩავახცე, თუმცა ჯავახეთი თავისი მრავალფეროვნებით მაინც ვერ ამოუწურე და კიდევ უნდა წავიდე ალბათ, მაგრამ ყველას გირჩევთ ყოველ შემთხვევაში ამ სეზონზე. ხო, იმიტომ ძალიან დიდი ისაა რა ქვია, მოცულობითია და ბევრი სანახაობა. ნამდვილად ბევრი სანახაობა და თარასთავარი არის რაღაცა ექსტრემალური და რთული და რაღაცა ისეთი ადგილი, სადაც ძნელად მისაღწევია. აი სამ დღეში რა შეიძლება ვნახოთ? სამ დღეში ჯავახეთი არა, ჯავახეთიდან ჩავხვალთ ზემო აჭარაში და ბათუმში ლებაინძეს ერთ დღეში აქ ნანახი. არა, მოდი განვიხილოთ ისეთი შემთხვევა, მაგალითად აი ოჯახთან ერთად. აი ოჯახთან ერთად ძალიან კაი. ყველას ურჩევ პირველ რიგში ჯავახეთის მონახულებას. თუმცა ეხლა სეზონი ასევე ვაშლოვანის მხარეს, სანამ ეს რაღაც ისე არის, რომ ყველა ამბობს აი გველების სეზონი და რაღაცები. თუმცა გასათვალისწინებელი ფაქტორია, მაგრამ ამ დროს ძალიან ლამაზია იქაურობაც. ეხლა რო არ გადავუხვიოთ თემას, ჯავახეთზე ვიტყვი ორ სიტყვას, რომ ჩვეულებრივად ოჯახი დილით რო ჩასხდეთ მანქანაში, საღამოს ისევ სახლში იქნებით და აი ბავშვებისთვისაც ისეთია მრავალფეროვანი არის რა. ტბები განსაკუთრებით და კანიონებიც არის, აი დაშბაშის კანიონი არის, გზაც რაც შეგიძლიათ ასევე მოინახულოთ და არ ვიცი, მზის ჩასვლა არის კიდე განსაკუთრებული ამ მხარეში, რადგან ჯავახეთის ზეგანი არის სადღაც 2000 მეტრი ზღვის დონიდან და რაღაცა განსაკუთრებული ხედები არის გეოგრაფიიდან გამომდინარე. ისტორიული ძეგლებია ძალიან ბევრი, ციკლოპური
ციხეები, ფოკას დედათა მონასტერი მინდა გამოვარჩიო მაყურებელთან დააღვნიშნეთ, რომ ნიკას გადაღებულ კადრებს ხედავს ახლა. ძირითადად ეგრე არის ყოველდღე. შენ შემთხვევაში იცი რა მაინტერესებს, რამდენი ადგილას ხარ ნამყოფი ეს ყველამ კარგად ვიცით. თუმცა აი რა გახდა ის გამოცდილება, რა იყო უბრალოდ ეს გამოცდილება, რამაც გადაგაწყვეტინე რომ კიდევ უნდა დაბრუნებულიყავი სამცხე ჯავახეთში. აი დიდი გავლენა რა მოხდა. რომ მოგატყუოთ სამცხე ჯავახეთი თავისი ეს მასშტაბურობით და სილამაზით ისე გამოირჩევა სხვა რეგიონებისგან, რომ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია იმის გარდა რომ ბუნება ალამაზი, ადამიანები თვითონ იქაური კულტურა, იქაური სამზარეულო კიდე გაუსმევ ხას, იძლევა იმის საშუალებას რომ ხშირად იაროთ და ფაქტიურად ამოუწურავია ეს მხარე, როგორც სხვა დანარჩენი რეგიონები ჩვენი ქვეყნის. და არ გავს რაც თავარი რაღაც აი ჩვენ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ და სამწუხაროდ არ ვაფასებთ სათანადოდ რომ სხვა კონტინენტზე თუ მთელი კონტინენტის გავაგიწევთ სხვადასხვა შრეების სანახავად, გულისხმობ თქვათ მყინვარებს, ალპურ ზონებს, ტროპიკებს და ასე შემდეგ. ჩვენ ქვეყანაში ეს ყველაფერი არის ერთად. და ძალიან მარტივად არის შესაძლებელი უბრალოდ დილით გავიღვიძოთ, ჩავგორგდეთ და წავიდეთ. საოცარი კადრი იყო, ნიკა. სამწუხაროდ ჩვენ არ მოგვეცა ბევრი საუბრის დროით სიმცირიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ერთი რამ რაც დაზუსტებით ვიცით ის, რომ შენ არ მოგვაკლებ აი ამ სილამაზეს. შეიძლება ჩვენ ჯავახეთში ვერ წავიდეთ, მაგრამ უნდა წავიდეთ. ხო, უნდა წავიდეთ თელი სამსახური, რედაქცია კი აუცილებლად და მადლობა შენ რომ იყავი ჩვენი სტუმარი და მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ და ყოველ საინტერესო სტუმარი. ჩვენ ქვეყანა აღმოვაჩინოთ, ჩვენ თვითონ ყოველთვის ჯობია ვიდრე ვიკარგები და დაგვეხმარი ამ ქვეყნად რომ ჩამოხვალ ეგრევე მოდი აი ეს ნუ ამხელა პაუზებს მადლობა მოკლედ რომ იყავი ჩვენი სტუმარი და ჩვენ ველით შენ მორიგი ვოიაჟის შესახებ შენს ამის ნამდვილად გაგანებინებ შენ შტაბ-ფესტივალის მაყურებელს. დიდი მადლობა ნიკა, დაგემშვიდობები ჩვენ